ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოდით გავაანალიზოთ ციხის კადრები. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ 2012 წელს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება, სადაც ის გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ არ გამოაქვეყნა სრული მოცულობით ის ვიდეო მასალა, რომელიც გააჩნდა პასუხობს. ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებასა და სადიზმს ჰქონდა ადგილი. დარჩენილი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო. მოდით ეხლა ვნახოთ, თუ რას ეძახის ინაშვილი დიალოგს. სინამდვილეში ეს ბედუკაძისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის მიერ პატიმრების წამების ერთ-ერთი ფორმა იყო. კურდობა გინდა? მაცალე. ჰა? შეგიტყვი რა იგე? კურდობა გინდა ბიჭო? რატომ პასუხობ? შეგეშინდა? კამერის გეშინია და შენ ამაზე პრესაიტა? აბიჭო თუ ცემაგია დახურდა. არ ფერო დახურდა. ისე კამერაზე ვერცე? თუ გინდა მცემე. თუ არა და რა ვიცი. მაინც იცემები რა აზრი აქვს. ხო და მცემე მერე. შენ ვინ ხარ, რა გამოდიხარ? გუდმან ხელი დაგერტყა, რა გამოდიხარ ბიჭო? ჰა? პატიოსანი ბიჭი ხარ? ისმის? პატიოსანი ბიჭი ხარ? აზე თარიანდი, გაიგებო. პატიოსანი ბიჭი ხარ? ჰა? ბიჭო. გუდმან ხელი დაგერტყა რა ხარ? გუდმან ხელი დაგერტყა რა ხარ მეთქი ბიჭო? ვერ გავიგე. არა ხარ, ბუზი არა ხარ? ჰა? პატიოსანი ბიჭი ხარ? გუდმან ხელი დაგერტყა ვინ არის? ჰა? ბუზი. გესმის რას ამბობს ქურდიშენზე? ჰა? უთხარი. გესმის? რა გამოდიხარ ბიჭო ხელი დაგაჭრა? ჰა? აუ დამან რა გამოდიხარ მეთქი ბიჭო? პატიოსანი ბიჭი ვარ. რა გამოდიხარ? ბოჭა ვინ არის? ბუსი ხარ ბიჭო, ბუსი. ხარ ბიჭო შეგანოლებაში. რეალური მიზეზი, რის გამოც მაშინ ეს ვიდეო მასალა არ გამოქვეყნდა, იყო ის, რომ მასში ისმის ძირითადად ერთი ადამიანის ხმა და ეს ადამიანი ვლადიმერ ბედუკაძეა. რითაც მტკიცდება, რომ ყველა კადრი, რომელიც მაშინ ეთერში გავიდა, არამხოლოდ გადაიღო ბედუკაძემ, არამედ ის უშუალოდ მონაწილეობდა მათზე აღმოჩენილ პატიმართა ცემასა და წამებაში.